ევროპა და კონკრეტულად პოლონეთი ვერ მოაწყობს სრულმასშტაბიან კონფლიქტს, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ტრამპი იქნება ამის წინააღმდეგი და პოლონეთი მაინც თუ გავედავს ამის გაკეთებას, არის რისკი, რომ ნატოდან გააგდონ და მისი უსაფრთხოების გარანტიები კითხვის ქვეშ დარჩება. მოკლედ, ევროპა ისაც ამ 3 წლის განმავლობაში გასაგებია, რომ უჭერდა მხარს უკრაინას, მაგრამ საკმაოდ ბევრი შეცდომა დაუშვა. ის გამოც უკრაინას უფრო მეტი პრობლემა შეექმნა და ეხლა კიდევ ერთხელ შეიძლება ევროპის გადაწყვეტილება საბედისწერო იყოს უკრაინისთვის. მოკლედ, მოდით გადავიდეთ იმაზე, თუ რა ჰქონდა რუსეთის გეგმაში. რატომ გადაწყვიტა რუსეთმა ესეთ რისკზე წასვლა? ვარშავაში რუსეთის დროებით მორწმუნებულმა ანდრეი ორდიშიმ ჯერ უარყო ის ფაქტი, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონები შეიჭრნენ და ანდრეიმ ახსნა, რომ რუსეთს არ უნდა პოლონეთთან ესკალაცია, მაგრამ რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს. ზუსტად ამას ვერ ვიტყვით. აქამდეც იყო შემთხვევები, როცა რუსული დრონები პოლონურ საჰაერო სივრცეში იჭრებოდნენ, მაგრამ მაქსიმუმ 2 დრონი თუ მოხდებოდა და აქ 20-მდე დრონი შეიჭრა პოლონეთის სივრცეში. ევროპას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ რუსეთმა მიზნობრივად მიიტანა იერიში პოლონეთზე, მაგრამ არ შეიძლება გამოვიწყოთ ის ფაქტიც, რომ ეს მართლაც არ უნდოდა რუსეთს.